მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნეთ აზრონავტები და დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ მორიგ ვიდეოს. მორიგი ვიდეო იქნება რა? წესები ძალიან მარტივია. ერთმანეთს უსვამთ კითხვებს სხვადასხვა თემებს. ვისი პასუხიც ყველაზე კარგი იქნება, ის მიიღებს ერთ ქულას, ხოლო გამარჯვებული ის არის, ვისი პასუხებიც მეტ ქულას დააგროვებს. მადლობა ყურადღებისთვის. ნუ კითხვა არის ესეთი, რომელი სუპერგავი გექნებოდა? და ნუ რატომ რა, რომელი გექნებოდა რა? და მე შენ შეარჩი, რომელმა უფრო კარგად ცუდად პასუხა ყველაზე. და დრაუსაჯო. დრაუსაჯო. 1 ლიტრი ყავა. არა, მოგდე, არ გინდა. დაიწყეთ მე. კაკო დაიწყე რა. რომელი სუპერგავი გექნებოდა? სუპერ სესტრაფება ხდებოდა მე. რას? ანუ დააჩქარა შემეძლებოდა სირბილი. სირბილი? ფრენა არა? ფრენა ისეთი არაფერი არა. ჯანდაბათი. აგიხსნია ხარ რა. ანუ სწრაფი როცა ხარ მე რაღაცის გაკეთება შეგიძლია დროში იმოგზაურო. თუ საკმარისად სწრაფი ხარ. რა ფილმი რო არის? ფლეშ ხო? ფლეში ხო ზუსტად. მაგას ამბობ? ფლეში იქნებოდი მოკლედ. ხო რა. ეგრე გამოდის. და ნებისმიერ ადგილას წამებში გავჩნდებოდი რა. რა ქურდებს მოკლავდი რა. ქურდები რა თქმა რაც. ქურდებს ბიჭო დაიტოს. შუმად იღავი. ქურდებს კი არა, კრიმინალებს ხო? კაი, დასო რა გიწერია? ფიქრები წაგიხო წერია? ფიქრები წაგიხო, მაგრამ აგიზარება. ჯაგიკროლებს ეგრევე. რატომ მინდა ხა ფიქრები წაგიხო, რომ აი ჩუმად მე მეცოდინება რომ ეს ძალა მაქვს, ყველასა და არ შეეცოდინება და ეგ ჩემთვის უკეთესია. ეხ კაი, იგივე რა ვთქვი? რა. გაი ფიქრა რაღაცა გადიგო. გასაგები. უბრალოდ სრულია ეს. გაგზელი კიდე ჯილობა, იმიტომ რომ იმია, მიდი. მე არ დამიწერია, მაგრამ რა მოიწურა, უნდა თქვა. 10 წამი გაქვს მე. 10 წამი, 10 წამში ცოლს მოიყავს კაცი. არ მგონია. კაი. უბრალოდ ჩემი სუპერ ძალა იქნებოდა ესეთი, რომ ნებისმიერ კითხვას დავსვამდი და მაგაზე მოდიოდეს სწორი პასუხი. ანუ კითხვა მექნება, ძალიან ბევრი კითხვა მაქვს რა. აი დასვირთი. ნებისმიერი კითხვა. არა, ახლა პირადული არის მე დასვამს. ნებისმიერი კითხვის დასვამს. არა პირადული დასვიდოს. არა პირადული, ხო, აი რომ მივხვდეთ რა არის, ხო, დასო. არა, გაიგე. ბიჭო, ყველა პირადული. ეხლა ეს ჩემი კითხვა არის. რამდენამეზეა, მაგალითად ანტარქტიდაზე თუ არის კედელი. ისეთი დიდი და იმის იქით რომ გააქვს ეგ სუპერ ძალა. ანუ ამას ფიქრობ, ანუ მქონდეს აი კაი, მიღებულია მოკლედ. არ არის მიღებული, ერთი წამი. ან შაგენის ჩემი კითხვა არის. დედამიწა ბრტყელია. რა სხვა არის ნეგატივი. შენ ამბობ რომ უხილავობის უხილავი პასუხი რომ გქონდეს. აი ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩემი აზრით, მაგრამ აი ხა უფრო მომეწონა. აი და ვის შეეკითხებოდი? არა, მოდიოდეს ავტომატურად პასუხი რა. ანუ გონებაში რა კითხვასაც არ უნდა დავსვამდე, მოდიოდეს პასუხი რა. ეგ ძალიან მოიგე. სუპერ. გონებაში რა კითხვასაც არ დასვავ. ყველაფერი აი როგორ გავხდე მილიონი და ესე გიწერს ამას. გაგიჟდები. გაც. ყველა თეორემას გეცოდება სწორი პასუხი გაგიჟდები. ხო, მე ეგ ძალიან მომწონს და უფრო მატერიალურად რო შევხედოთ, უხილავობა გაასწორებდა. ხო, მაგრამ შეიძლება ნახე, აი, ეხლა მე ხო გამარჯვებული უნდა გამოვავლინო. შენ რაც თქვი, მაგაზე შეიძლება ყველაფერზე პასუხი მოგეცეს, მაგრამ მაგის თავი არ კონდეს რომ გააკეთო ესეთი. ამიტომ მაგაზე მაქვს ერთი არგუმენტი, რომ რა კითხვაც მომინდება, იმ მომენტში იმას დავსვა, ანუ ეხლა სულ კითხვა პასუხის რეჟიმი, აი რაღაცა ღილაკი მექნება, ღილაკს დავაჭირი გონებაში, აბა ჩემო კითხვა მოვიდა. რატომ ხდება ასე და მოვიდეს პასუხი. აი, ჩემი გაწყვეტილებით მაინც გაიმარჯვა ფლეშ, მაგრამ ერთი კულა ფლეშ. ჩემი ანუ მე ვიტყოდი მას სუპერმენ და ყველაფერი ეგრე. იმედა ახლა ფიქრების წაკითხვა მე არ მინდა მაგალითად. ხო. ფიქრების წაკითხვა. შენ კითხვების პასუხი. მე ძალიან მიახლოებულია. მომენტში რა კითხვაც მექნებოდა. არა, მე შეგიძლია და ისეთ რაღაცებს გაიგებ, რაც არ დაიცვიდა წეში და გაგიჟდები. კანკომ უფრო ფიზიკური ძალა ერთია და გაერთობა ადამიანი და მე ხარს უჭერ. კაი, ერთი ქულა ჩემგან გაკოს. ეხლა შემდეგი კითხვა დასვას შემდეგმა და მეც ჩავერთვები რა. როდის იგზენი ბოლოს რომ მართლა მარტო იყავი. როდის იგზენი ბოლოს რომ მართლა მარტო იყავი, რა გინდოდა მაშინ, ვიყოფილიყო შენს მოდით.
გული დამეწოვა. გული ამიჯუღდა რა. მართლა ჯერი დაიწვა რა. აბა შეგარცი. ისე მაინტერესებს შენ რას ფიქრობდი? წინა სუპერძალებს შენ რომელს აიჩო. არ მიფიქრია და სულ მაინტერესებს როდის იგძენი ბოლოს რომ მართლა მარტო იყავ და რა გინდოდა მაშინ ვინ ყოფილიყო შენს გვერდით? ვინ ყოფილიყო? ვინ ყოფილიყო შენს გვერდით? ეს იქნებოდა ცოლი, შვილი თუ ბებია თუ იყო? ბებია, ბაბუა თუ დედა თუ მამა. თუ ხო, ანუ შეზღუდული ვარ მაგაში. არა ვარ შეზღუდული. ყველა შეგიძლია. კაი, მოდი დავწეროთ, ცოტა დებილი კითხვა გეცნობს, მაგრამ კაი. ვიცი. აჰა, მე დავწერე. 5 წლის ვიყავი და მარტო დამტოვე სახში და 5 წლის ვიყავი და მარტო დამტოვე სახში და მინდოდა რომ დედა ყოფილიყო. აი, ბიჭო. შედეგი დარსოს გადავა. მე ვიყავი 4 წლის ბაღში, ზუსტად მახსოვს ეგ დღე და დედა ჩემი მენატრებოდა ძალიან რა. და მაგ დროს მოვიდა ზუსტად ბაღში. და ვიტირე ისე გამიხარდა. აი, ღირსი იყო ჩემი აზრით. არა, კაი პასუხი მე ძალიან მომეწონა შენ. ჩემი პასუხი არ მოგეწონა, ახლა არა, შენი არ მომწაი ამ. მოიცა 2.7-ია. რატო ასაკის წუთი? ო, ბაბა. 4 გაიხსენება 2 წუთის წინ. 5 წლის ვიყავი და სახში დამტოვეს მარტო. 5 წლის ბავშვი მარტო როგორ დატოვა? მე ბაღში დამტოვეს მართლა. 4 წლის ვიყავი და დააგვიანდა დედა ჩემთან რომ მოვიდა გამიხარდა. რატო გახსოვს? არა, მე გამიჩნდა. არა, ხო რაღაც მეცვა. აი, კაკო შენ? მე ზედა ჩემი დავწერე. ოღონდ გუში რა. გუში. აი, კაც, გაზვაში რო ჩავდა ერთად ყოფილი. არა, ნუ გამოავლინე რა. აი, მე გამოჩენილ გავაუყურე. ნუ გასაგებია რომ 4 წლის პატარა ილია. ჩემი აზრით გამარჯვებული არის. კაკო მაგარი პასუხი გეცე. ჩემი აზრით გამარჯვებული არის. მოდი კითხვა მოიფიქრე. ჩემი აზრით გამარჯვებული არის. ერორი. ვიცი რომ დაწერა. ავტომობილი. ილიას ვაშენ. მე იმდენად მალე დავწერე რომ დაიფიქრე. დაწერილი კონდა. შენ რო წერდი, კაკოს სკილები გამოიყენე. არა, კაი, მართლა ვიტყვეთ გამარჯვებულს. ბიჭო, ამის გაიმეორე თქოლამ და ამ მე გავიმარჯვე, ერთი ხულა მე. ამის გაიმეორე. ვაპროტესტებ თუ შეიძლება. შენ თუ შეინახე, არ ადმირებული პროტესტი. ხოიც, მოსამართლე შეუძლია. შეუძლია რომ გაუშვას. არა, მიღებული პროტესტი. შემდეგი კაცოდიაში. აი, ილია, შენი ჯერია. ეს რაღაც ეგეთი სენსიტიურია არ თქვა შენ. არა, ეს სენსიტიურებს შევეშვათ. ესე იგი, ერთი უნარი რო გქონდეთ რა, აი უნარი რა არის? უნარი. აი მაგალითად სიყვარულის უნარი რო გქონდეს. ან რაღაც მსგავსი რა. მაგალითად ნიჭი რაღაცა ნიჭი. ხო, ერთი ყველაზე საინტერესო სტრაფოსირბილი არ ხო, არა, მაგ სუპერნავები და ისინი არა, ერთი ადეკვატური ადამიანის ნიჭი რო გქონდეთ, ძალიან მაგრად განვითარებული, რომელს აირჩევდით რა. ოკეი. დავწერე მათემატიკა. მათემატიკა და შენ წარმოგიდგენაც. იმიტომ რომ თან ახლა შეიძლება ახსნა. კი. ან ერთადერთი რაც დაგჭენია სიტყვის მერე რო ახსნა, რომ მათემატიკა. ანუ აი მათემატიკაში რო იყო ზე პროფესიონალი რა, ანუ უმაღლესი მათემატიკა და მაგაზე ზევით, ანუ ყველაზე ტოპ რო იყო მათემატიკაში, ანუ ნიუტონი. იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა არის დათვლაზე. და ეხლა შენ რეალურად გსურს რომ მაგის ნიჭი ქონდა ეს ძალიან. რაც მომივიდა თავში, ხო, რომ დავფიქრე, შეიძლება სხვა რაღაცა დავწერო, მაგრამ ნუ მათემატიკა ჩემი აზრით ძალიან კაი ნიჭია რა. გენიოსი რო ხარ მათემატიკაში რა. მე ახლოს მიწერია მაგას. პროგრამირება გიწერია შენ. ჩემი აზრით პროგრამირებაში ხარ კარგი და გენიოსი რო იქნება. ეგეთი იქნება. არა, ყველაფერი შეიძლება პროგრამირებაში ბევრი გახარ, ყველაფერში რო გენიოსი ვიყო რა. აი ყველაფრის შექმნა შემეძლებოდა. ყველაფერში კი ხო? აი ეხლა ყველაფერი გადადის უკვე იმაში. გადასული. ონლაინია გადასული. ყველაფერი და ყველაფრის შექმნა შემეძლებოდა. მათემატიკა რო არის ცოდი? AI შექმნა შემეძლებოდა ძალიან მარტივად გენიოსი. ნუ პროგრამირება როცა იცი მათემატიკაც რა. შედის მაგაში მათემატიკაში. პროგრამირების გენიოსი რო ხარ, შესაბამისად ხარ მათემატიკის გენიოსი. კი. ასე რომ თუ ამ ორ შორის მომიწევდა არჩევა, იქნებოდა პროგრამი, თუმცა მე არ ვეთანხმები მაგას, პროგრამირება რო იცი მათემატიკას აიგებს. ეგრეა. პროგრამირებაში შედის მათემატიკა, ჭირდება რა, სერიოზულ დონეზე თუ აკეთებ პროგრამირებას. აი
AI შევქმნიდი. მოდ დაველოდეთ კიდე. ხო, ნუ მაშინ შენ ერთი მე ნაბიჯი. სოფლიო დაიწყობდა ესე AI. ინსტრუმენტებზე დაკვრის ნიჭი მექნებოდა მე. ყველაზე განსაკუთრებით პიანინოზე უფრო რა. მე რა ამბობს ეს პასუხი. უფრო მეც ველოდი თქვენ. ხო, უცებ დავწერეთ ისე ხო, როგორ ფიქრე? შეიძლება შეიძლება თქვი? საინტერესო ვარიანტი. ინსტრუმენტებზე დაკვრის ინსტრუმენტში. ნუ პიანისტი რა. აქტივად რო თქვა პიანისტი. აქ ის ჩასვიედიჩი რა კაკორო უკრა. ხო, ნუ მე ამ რეალობიდან ნუ პროგრამისტმა გაიმარჯვა. არა, პროგრამისტმა არ გაიმარჯვა, ინსტრუმენტმა გაიმარჯვა ჩემი აზრით. რა, ნუ ეს უფრო ისეთ თემაა რა საქმიანობა და რაღაცა ის ფულზე და იმაზე. ეს უფრო არის ყველაფერი შეგიძლია. შენ პროტესტი შეინახე ჯიბაში. ანუ ეს უფრო ისეთია რა, აი აღად იცხოვრებ რა, გამოხატავ შენ თავს ხელოვნებით, ინსტრუმენტებით გამოხატავ და აუგრავ. კაი, ანუ კაკოს აძლევ ხმას. კი, კაკოს ვაძლევ ხმას. აი, კაკოს ორი ქულა აქვს უკვე. ია. ამ თამაში რაღაცა გამოსტილია მე. სად თამაშობდი ამ თამაშს? მე დავდიოდი. სულან მოვიფიქრე და საკითხებაში. რომ არა თქვენი პროფესია, რა პროფესიის იქნებოდით? მათემატიკოსი. აუ მე ვქნებოდი ექიმი ვქნებოდი მე ძალიან სიამოვნებდი. ჩვენ პროფესიით რა ვართ ალბათ არ იციან. ხო, ალბათ არ იცოდი. მოჭადრაკეები. ორი მოჭადრაკე და მასწავლებელი. სამი მოჭადრაკე და მასწავლებელი. სლეშ პროგრამისტი ბატონი დარსაძენი გალოზე. სამი მოჭადრაკე ერთი მზარეული. ნუ პროფესიით ეგრე ვართ. ხო. თქვენ ასწავლით. ხო, მე გადასვლა მინდა პროგრამისტობა. პროფესია. შენმა მოსწავლებმა არ გაგიგო. გემების წარმოებელი ვიქნებოდი, გემების ნავებით, წყალქვეშა გემები. აჰა. და არ დაგეზარებოდა. როიზები და ხო, ანუ დიდი საწარმო მექნებოდა და მაგას მართავდი რა. საინტერესოა ეს. ექიმი ვიქნებოდი მე. ოღონდ მაგარი. ჩემი ანუ მიაწეკი პირველ ჩვენს ხო? მაგარი ექიმი ვიქნებოდი. რატო ვიქნებოდი მაგარი? მეტყოდ რისი ექიმი იქნებოდი. ანუ ექიმი ისი ექიმი იქნებოდი. აი ზოგადი ექიმები რომ მიგება. ზოგადი რა მორიგი იქნებოდი რა მე რა. არ ვიცი. აი ზოგადი ვიქნებოდი ქირურგი. ქირურგი ვიქნებოდი. მენაში გაჭრიდი გვამებს. აი ქირურგობა მომწონს, იმიტომ რომ აი ჩემი აზრით რისკავენ აი ეგ პროფესიას რო იჩენს ჩემი აზრით ძალიან მაგარი უნდა გმირი უნდა იყოს ჩემი აზრით, იმიტომ რომ საკუთარი რამდენ რამეს რისკავ რომ აი ერთი რაღაც ხელო აგიცდეს, გავხელა რაღაცის აი ილია შენ მე ფსიქოლოგი ვიქნებოდ. ურთიერთობის ფსიქოლოგი რა, ურთიერთობის ხელოვნების მასტერი. ფსიქოანალიტიკოსიც ვიქნებოდი, ყველაფერი რაც ფსიქოლოგიაში ამოხდეთ რა. ნუ ფსიქოლოგი. ხო, მოკლედ რო ვთქვა ფსიქოლოგი. ექიმი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი რა ვერ გაქვს. ქირურგი ვიქნებოდი, ექიმი. ძალიან რთული გადაწყვეტილება. ნუ დარსული რა გამორიცხე. მე არ ამიხსნია და თუ გინდა აუხსნი. მაგრამ მეც არ ამიხსნია, მე შემიძლია თითქოს ვილაპარაკო. კაი. არ აუხსნი მაშინ ხო რო ხო დარსული გამორიცხე, იმიტომ რომ ეს რო ქირურგი იყოს. ამბულად არ მივიდოდი მე მასთან რომ რამე დავჭირო. მაგარი ქირურგი ხო შემოხაზი რა, ისმის შემოხაზი. გადარწკავდა არა და. ხო, მაგრამ მე რამდენ ადამიანს გამოვადგები? ხო და მე გადავარჩენ ეს მოუწონს იმიტომ რომ ძალიან ახლოს არის ამასთან. ის მოუწონს რომ ძალიან საინტერესო არის. ხო რა. ხო და ჯიგანდი რო ითამაშოთ? აი, მე არ ვთამაშობ ჯიგანდი. წერილები? მიკერძოებულებია. მე რამე მონეტა არ გაქვს. გადაწყვიტე რა მე მათ. გემებს და ახლოს. აჰა, ეს დაატრიგი. გემებს და გაიბარა. ნული ქულა მაქვს ბიჭო, რა ვინმე მომიცით. ოკეი. ძალიან მიკერძოებულებია. არა რა, მე მომწონს ჩემი პასუხი. მეც მომწონს ჩემი პასუხი. აი, ანგარიში ვინომდეს არის? მე ვარ ნულს. დარსული შენ? დარსო, შენს ფულს ხარ. ორ ქულას. ორ ქულს როდის ხარ? ხო? არა, მეც ნულს არის. მე და კაკო ვარ ოროს და თქვენ ხარ ნოლო. ხო. მოდი ერთმანეთის. აბა ბატონობატიკო. მე უნდა ხო? Next question. აი, next question ხო?
ცოტა სახალისოც რო იყოს, მოდი, რომელი ცხოველი ან ფრინველი იქნება. დაიწყე კაკო თუ გაქვს პასუხი. კი, პასუხი მაქვს, მე ვიქნებოდი მამონტი. მე ვიქნებოდი არწივი. მამონტი არწივს ვფიქრობდი თავიდან, მაგრამ მამონტს მოხსნი ახლა რატო რა? მამონტის სპილო რო არის ესეთი, ხო? ხო, ძველი დიდი სპილო. ხო. ხიანი სპილო ხო? ძალიან დიდი ხარობს. მამონტი ვიქნებოდი, იმიტომ რომ ფოთში როცა ვიყავი ბავშვობაში, მაგდროს ნახე. მაგდროს არ მინახავს, მაგრამ ბავშვები ხუმრობით, არ ბავშვები კი არა, ერთი ბავშვი, ხო, ერთი ბავშვი მეძახდა მამონტს რა. და მის მერე გადაწყვიტა რომ მამონტი გახდა. მის მერე გადაწყვიტა რომ მამონტი ცხოვრება ამას უწყო. კაი. ახლა მიუძღვენი ეს რამდენიმე წუთი. თვითონ ცხოველი დიდად არ მესიამოვნა, მაგრამ გულწრფელობა დავინახე, მადლობა კაკო. არაფრის. მე არწივი მომწონს რა. არწივის შესაძლებლობები ძალიან უსაზღროა, ასე რომ ვთქვათ. ტიპს შეუძლია 3000 მეტრის ზევითი ფრინოს და ავი რომ ის თლილი გამიწას გადმოხედოს და მე მაგალითად ძალიან მომეწონა. თან ამავდროულად ნისკარს რო იცვლის ეგ ისტორია იცი, ხო? ნისკარს ხო და ისა არ ვიცი ისტორია. მე ნახე. ნისკარს როგორ დაუწერეთ კომენტარებში იდეას, რომ მაგრამ მაგარი მეოჯახე ტიპი არის თან რა. მე ეგეთი ვიქნები, ეგრე მგონია. მეოჯახე ტიპი არის, იმიტომ რომ მზრუნავი არის რა, ძალიან მაგარი. არწივი ზონა? მაგარი მზრუნავი არის ხო და ძალიან საინტერესო ისტორია ვაფშე დედალი არწივი როგორ არჩევს არწივს რა. ესე ტოტებს ჰაგდებს ეს დედრი არწივი და ვინც უფრო მალე დაიჭერს, ესე არწივი ჩამოფრინდება და მალე დაიჭერს, იმას ირჩევს რა. ეს დედალი არწივი მე ხა მაგალითად არ მინდა იგივე მოხდეს, მაგრამ საინტერესო ისტორია და რატო აკეთებს ეს, იმიტომ რომ როდესაც მე ბარტყები იბადებიან, ბარტყები ვარდებიან ხოლმე რა, ბუდიდან და მამალო არწივი მალე რომ დაიჭიროს ხო ეგრე. ამ მოხერხებული მზრუნავი უნდა იყოს და თაზე ვინა დაფრინავ რა მაგარი. საინტერესო, ეგ არ ვიცოდი. ცარი დაიწყებოდი ასა. ბიჭო რამდენია მე. შეგილია ქოცა. ჟირაფი დაწერო. ქოცა შემიძლია? ი, ჭიანჭო. ობობა. იცი, შუქით. რა ჯანდაბა ვიქნები. დასო მეგონი თვითონ არის ხო. აი ეს კათკათი გავაკეთე ცოტა ხანი დამოწდეთ რა. A few moments later. არა, მანდ ხანს. არა, ხავს დავი. 3 hours later. ესა და მოიფიქრები რა გიგვარ. The next day. 6 months later. აი, ხანი ვიქნება. რომელი? არაბული. მაშინ რატო იქნებოდი წრენი? რუბოლერი ცხენი ვიქნება. ნოღებში მიიღოს და დოგელი ცხენი ვიქნება. მე რამე წილი არ გინდა შენ რომ გავიგებ. გაძლევარი რა. კაი, ანუ ცხენმა ვერ მოიგო. ცხენმა როგორ უნდა მოიგოს? არჩევანი დამჭა მამონტი და არწივი, ანუ ორივე საინტერესო არის. მამონტი მომეწონა. მამონტი მე მგონი მის დაგიწახით. მამონტომი. მამონტომი. განამეძახ. მაგრამ აი ხო ავირჩიო ისე რომ ჩვენთანაც ახლოს იყოს რა და მამონტი მენად რა. რომ არწივი. მოიცა, ჯერ პირველი ხო. ხო, გაიმარჯვა ილიამ. $1 მილიონ. ატლასი 10 ვარი? 10? არა, ცოტა. მილიონერი ხოლაკია. აი, მაგრამ მილიონი რო გადამეხადო ცხენი ვერ მოიცა. საქართველოს რო არა, რომელ ქვეყანაში დაიბადა? მარცერჩი. შემდეგ ვატებოდი თუ რომელ ქვეყანაში ჩინა დაიბადა? ან რომელი ქვეყანა გიხდება ყველაზე მეტად შენ? შეიძლება ასე იყოს და სხვა. კაი, მე რომელ ქვეყანაში დაიბადებოდი? საქართველოს ვარ და. მე არ მგჩევია. მე დავწერე. ნუ მქონდა რამოდენიმე. რომელი გიჩვენია რა, საქართველოს არ იფლიოთ. დაწერი რა. რუსთავი. ისრაელი. ისრაელში დაიბადებოდი? მე დავიბადებოდი და ვიქნებოდი მასონი. აბა რა. არ ვიცი.
ისრაელში რო იბადები, ანუ ამერიკაში ცხოვრდი, კანადაში ცხოვრდი, ევროპაში აი, ცხოვრდი. მის შემსახურება. ანუ როგორც ვიცი, თავისუფალი აქვს რა ვიზა და რაღაც. მე მინდა რომ თან მართლმადიდებელი ქვეყანა იყოს, მაგრამ დავიბადე. ისრაელში არიან მართლმადიდებლები. ზოგადი რელიგია არ არის მართლმადიდებელი, რა? ისრაელში სულ ებრაელები არიან. ბიჭო, იერუსალიმი ან არ არის? ხო, მაგრამ სულ ებრაელები არიან. თუ არ არიან ხა ძირითადი ებრაელები. 97% ებრაელები. ხო და ანუ ქრისტიანი ებრაელები ხო არიან? მან დიმინა, ხო? აი, ეგ ყველგან არიან. ნაზარეთში დავიბადე. ნაზარეთში არა, მაგრამ აი მე დავიბადებოდი ნორვეგიაში რა. ნორვეგია, სკანდინავიაში. სკანდინავიაში დავიბადებოდი, კონკრეტულად ნორვეგიაში. ვიკინგების ის. მე დავიბადებოდი შვეიცარიაში. ნუ ან შვეიცარიას ფიქრობდი, ძალიან ლამაზი არის შვეიცარია, როგორც ვიცი და ალპები და ყველაფერი. ხო, ნუ ნორვეგიაში იმიტომ დავიბადებოდი, რომ აწყობილია რა, საათივით არის აწყობილი ქვეყანა რა, ისე არის დალაგებული ყველაფერი, სამუშაოები, სწავლება, გადასახადები ყველაფერი. ხო, მაგრამ ამერიკაში რო წახვიდე ვიზა გინდა მაინც. ხო, მაგრამ ამერიკაში არ გჭირდება რომ წახვიდე რა, ნორვეგია ისეთი ქვეყანაა. სამოგზაუროდ ვიზა კი ნიუ-იორკში ჩახვიდე, ვაშინგტონში. სამოგზაუროდ და მე ისრაელში რო დავიბადე, ყველგან მწვადა. კარა, ისე გეუბნები. ნუ ნორვეგია იმიტომ მომწონს, რომ კარგად არის აწყობილი და ასე როგორც შვეიცარიაში. ერთი ისე აი, ბოლოს მეტად რომელი პასპორტი ხალისია. შენ ხალისობით აფას. შენ ვაფშე ხალისისთვის მოხვედი? დამეწერა ის მადაგასკარი. შენ რა თქვი? შვეიცარი. აი, ამით ხალისი მე ყველაზე. ანტანანარივო დამეწერა. ანტანანარივო. სად გაგაცემ? ანუ მე წამოვიდე კიდე ქუა. 3 ქუა დავწინაურდი. არის ისრაელით მოვიგდი. ვიწვალე. აი, ბიჭო, წავედის მოვიარე. ანუ ჩრდილოეთ ევროპა. ხო, მაგარი მიზეზი. განსხვავებული პასუხი იყო და იმდენ მივეცეს. თქვენ ერთნაირებით ფაქტიურად. მამან თქვა შენ. აი, წარსულის ისტორიული პერსონაჟი რო ყოფილიყავი, რომელს აირჩევდი რა. აუ, მაგალითად ჰიტლერი, სტალინი გეცინდა. ხო, მაგას მოეჭვდა. თამაშებელები ვიქნებოდი მე. რატომ იშევდა? რატომ და ანუ მაგ პერიოდში დაიწყო საქართველოს აღორძინება, ხო და მე გაგზავნა თამარ მეფეზე და რა ხდებოდა იმ პერიოდში როგორი ცხოვრება იყო, როგორ ცხოვრობდა ხალხი? თითგოლის ბრძოლასაც რომ მოაწყობდი. მაგარია, მომწონს. ხალი რომ იყო შეიძლება. გააჩნია. შენ თუ მაგინ გინდა? დავით ამაშენებელი მეც ჰქონდა ვერსი. ხოთა შორის. მეც მომწონს ეს ვერსია, რა ნახოთ. მე მაგას ვფიქრობ თავი. ხა უნდა მე. ბიჭო, ის რა, ანუ პერსონაჟი, მარტო პერსონაჟი ხდები თუ ისიც რაც რა ძალაუფლებაც აქვს ის გამოდის. ჯუმილის უფლებას. არა, მანა, ძალაუფლებაც გამოდის. მარტო პერსონაჟი ვარ. მაგრამ ძალაუფლება ხოთ. ანუ ფული გამოდის რაღაც ის გამოდის თუ არა? ვაფშე ყველაფერი რაც გინდა. აუ მე ვაფშე მაგრამ იმენ მოგიგეს. ჩემის დავითია, ოღონდ გოლიათი და დავითი და უბროდერსკი. უბროდერსკი დავითი, უბროდერსკი დავითი. დავით მე სამბო. დავითი. ძალიან საინტერესო. თან მაგის ცხოვრება, ანუ ვიცი რა, საიმში ვარ და მართლა ისეთი ცხოვრება ქონდა, რომ ცოტა მეც ვიცი. იქ იყო რაღაც ხარვეზები რა, მე რომ ანუ სერიოზული. მე ბოლოს უკვე რომ გამწყემს და ეს დავით მეფსალმუნი არის დღესაც ვისი დაწერილი ფსალმუნებითაც ლოცულობთ და ანუ რამდენი ფსალმუნი აქვს დაწერილი? 150 ხო? 151. 151. რაც ტექსტია და დაწერილი იქნება უბრალოდ მეტი. ჩვენ ამდენად მოვიდა იო. მაგარი მამაც ტიპი. 2000 years later. ცოდნა ეხ ყველაზე მეტად გამომადგებოდა ჩემი აზრით მონახე. აინშტაინზე. მართლა? ანუ ცოდნა მექნებოდა, აი ხა გამომადგებოდა. აინშტაინი, აი რატომ მაინც და მაინც აინშტაინი, რამდენი მაგარი ფილოსოფოსი არსებობდა, რატო აინშტაინი? ნოეც მაგარი. არა, მე ნოე მაგრამ. მე უფრო მათემატიკის და იმის ცოდნა მგონდა რომ მქონოდა და მათემატიკა ვერ გაცდა. მათემატიკა, ფიზიკა და
მე მაგის თქმა რომ მქონდეს, ეხლა ძალიან ბევრ ამის გააკეთებ შენ ქვეყნისთვისაც და ყველასთვის. აი ხა უნდა გადავწყვიტ და ისე ნოე რო გამხსენებოდა ნოეს დავწერდი. ხო მე ხო ფიქრობ რომელი დავითი აურჩიო ნიკარა რაბინმა. მე გულწრფელი ადამიანი ვარ და მაგით თორე მოხსენია. მაგრამ მე მგონია ბიჭო, მაგეთ დავით აღმაშენებელი მაგრამ მიყვარს რა. ძალიან მაგრამ ანუ იმდენად არ მიყვარს რამდენადაც დავით მევსამუნე ხო? სამუნები რა უფრო კაი პასუხია. მე როგორც ჩვენთვის ქართველებისთვის თან სამ-სამი ქულა გაქვთ თქვენ. მე სამი ქულა მაქვს. ქულებს ნუ უყურე კაცო შენი გადაწყვეტილება მიიღო. ხო, ჩემი გადაწყვეტილება. ხო, ბიჭო, ისიც კარგია, დავით მევსამუნე. ობიექტური ბიჭები, თორე ობიექტურები თუ იყოთ და პირველი რაც მომივიდა თავში აღმაშენებელია. აღმაშენებელი მაშინა მე პირველ მომივიდა ბიჭო ეხლა. კაი ეხლა გახდა 3-3 ხო? მე და შეშორი გაკო. ხო. მე გამოვიდა. ერთი კითხვა გაქვს შენ. ერთი კითხვა მაქვს მე. დროის მანქანა რო გქონდით. სად ვიმოგზაურებდი? წარსულში იმოგზაურებდით. თუ მომავალში და დაახლოებით თუ წარსულში რომელ წლებში, თუ მომავალში რამდენი წელი შეიძლება. ერთხელ გამოყენების უფლება გვაქვს? ერთხელ გამოყენეთ წარსulis და წამოსulis. მოვდივარ. თუ დააბრატნია. რამდენი ხანი? აი, წავედი თქვა 10 წლით წინ, რამდენი ხანი შემილია იქ, რომ რესერჩი გავაკეთო, რომ რა მოხდა მთელი ერთი კვირა. ერთი კვირა. წარსულში რა მინდა მე რა წარსულში ვინ წავა? მაშინ ერთი მე უშვებასო. ერთი კვირა იყო. და შემილია იქიდან ფლეშკა წამოვიღო? ფლეშკა წამოვიღო არ შეგიძლია. აუ რა, მე მიკითხვა. გადავალ ერთი მეორე ჩაკითხვა 50 წლის მომავალში რა ინფორმაციას გავიგებ რაღაცებს თან რაღაც ჩამოვალ მე გამოვიყენებ ინფორმაციას წარსულში კაცო ისე წიგნებითაც მოგზაურებ ხა დიდეთ ხო თუ მოგზაურობა მომიდა წიგნებით მოგზაურებ იმდენი რაღაცა ყველა რა მომავალში წავიდოდი მაინტერესებს მართლა 10 წელი 10 წელზე მეძე არ წავიდოდი რა მაქსიმუმ 10 წელი იყოს. დაიწოვე ხო ის ინტრიგა. ინტრიგა უნდა დავიტოვო ხო ახლა სიტყვაზე რომ გადავიდე 50 წლის იქითკენ და ვერც გევიგო პარამდე ვერც მივახციო რა თქმა უნდა 10 წელი იყოს და ნაღდი და მაგათ წელში უფრო მოვასწრებ და დავიწყე. კითხვა გასაგებია წერთ. მე დავწერე და თქვი კიდევაც. ხო მაგრამ საბოლოო პასუხი დავწერე. საბოლოო 10 წლით მომდევნო 10 წლით მომავალში წავიდოდი ერთი კვირა გადავხედავდი. ო ფული უნდა მქონდეს ძმაო. რომ ვიმოგზაურო და გავარკვიო რაღაცა. ფული ხომ რამდენი? 10 წელში 17 მილიონი ხომ მიდევს ჭიბეში? 18 მილიონი რაც საკმარისია ყველაფერს ალბათ. და მოკლედ მოვიდი რა სოფლიოს შევხედავდი რა ხდება რა მოკლედ. ბოლო გავერთობოდი მაინც იმ კვირაში 17 მილიონ დოლარად. ფლეშკას ამოვიღებ. მე twin-ში ჩამჩება რა ეგ და twin-ით გავაცრო. ფლეშკას როგორ არ მართა. ანუ ის ხომ მომაქვს. ინფორმაცია რომ როგორ გახსოვს ხო? ნუ ინფორმაცია მოგავს რა ადგინა ფლეშკა რა. რამდენს დაიმახსოვრე? დაიმახსოვრე. დაწერე. დაწერე კაია. მემუარები გავაკეთო. Facebook-ზე მიწერე შეთავს. Facebook იქნება? ოჟე, ის შორეზე მოპირებს. ფერსტა შენ მე თქვი ხო, ნუ 10 წელი და 50 წლით წახვიდოდი მომავალში. გავიგებდი. ახლა რომ თქვა 100 წელი შეიძლება ცოცხალი აღარ იყოს და მიწაში ხوار. 100 წლით რომ გიწავნოს რომ არაფერი არ ხდება. არა, ასაკი არ გებატება. 100 წლის მე რომ მიდიხარ ისე უკვე ასაკი. მალობა. შვილთაშვილს რო ჩამოართმევს და აი, უცრო და. ნუ მოკლედ მე ვიდახი 1000 წელს. 1000 წლის წინ მაინტერესებს და იქ. აღარ იქნება საერთოდ. რატო არ იქნება? არ მგონია რამდენი საუკუნე არის? არ მგონია 1000 წლის მერე იქნება. ცოტა მერე აღარ იქნება. 200.000 წლის. და მეორე მოსვლა არ იქნება მანამდე? 1000 წელში არ ვიცი. რა ვიცი. ჩემი აზრით იქნება. 1000 წელში? 1000 წელში ერთი 150 2000 წელია მაგაზე. ჩვენ ვერ მოვესწრებთ, ანუ? ანუ 200 წელზე იქნება რა. ნუ კაი, მაგაზე არ გვინდა, მაგრამ მე მივდივარ 1000 წელი. კი ბატონო. ჩემი აზრით. 50? მე 10 წელი და რავი, ცოტა გამოვიყენებ რა, ანუ მარტო ინფორმაცია საინტერესოა 1000 წლის მერე. ხო შეიძლება რომ მართლა ეხა ეს ვიდეოც შემონახული იყოს და 1000 წლის მერე ვიღაცები გვიყურებდნენ. ანუ რატო არა? ეხა შენ თუ 1000 წლის მერე გვიყურებ
და კომენტარი და დავაი. გესმი ესენა თუ. და დაგვიწერე შემდეგი ეს ვიდეო. ქართული ენა იქნება რა შემოჩე. თუ დედამიწა იარსებებს 1000 წელში და ალბათ იარსებებს. იქნება 3025 წელი, ხო? 3025 წელი. აი რატო გიჩვენია 1000 წლის წასვლა სიტყვაზე 10 წლის წასვლას? 10 წელში რა უნდა მოხდეს? 10 წელში მოხდება თუ მოხდება? არა 10 წელში იმდენი რაღაც მოხდება რომ ეხლა შემიძლია გამოვიყენო. მაგრამ შენ 10 წელში შეგვიძლია ხო არაფერი და ხომ იხვალ მაინც იქ. ბარი ბიჯო. აი მაგალითად შენ 10 წელზე მე არგუმენტს გეტყოდი რომ წავიდოდი წარსულში რაც დაკარგული ცოდა იყო რაღაც ნაწილს მაინც დავიმახსოვრებდი წამოვიღებდი უკვე. ხო რაღაცას ვახავდი და იმ 10 წელში მაინც მივა. ბიჯო წარსულში რომელ პერიოდში გადახვალ რა იცი რომელ პერიოდში არის დაკარგული ცოდნა? რა როცა გადავალ წარსულს ხო მაინც ვნახავდა მომავალს ამ წელში ღმერთო რა ვიცი. თუ შეიძლება ნახე წარსულში რომ გადახვიდე რა მონაკვეთში გადახვალ მაინც და მაინც ისეთი რომ რაღაცა ისეთი წამოიღო რაც მაშინ ახამდე არ არის. ქრისტეს უნდა დაემთხვა რა. ქრისტე უნდა ნახوان რა ეგეთი აუ ის ეგ როგორ ხო ეგ ის მე დავწერდი ისე. შემიძლია შეძლო? მაგრამ ანუ 10 წლის მომავალში ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება 10 წელში რა. მაგრამ ხო მიხვალ 10 წელში მე შეგაი. ხა მეცოდინებოც გამზადები. აი რა 10 წელი და რა 1 კვირა. ნუ ყველაზე მეტად 1000 წელი მოწონს მე. ანუ ლოგიკურია რა, იმიტომ რომ 10 წელიწადში თითქმის იგივე სიტუაცია იქნება, რაც არა, ეხლა. ძალიან განვითარებული იქნება. რობოტებმა იგივე იგივე ერთადერთი ეგ რა. მაგრამ ნახოთ. 50 წელს აქვს. 10 წელი ბევრი არ შეიცვალა. 1000 წელში იმდენი რაღაცა მოხდება. ხა მაინტერესებს მე როგორი ტიპი ვიქნები იმ 10 წელიწადში. დედამიწა შეიძლება რაღაც ხო. აი, მოდი ახლა ძალიან საინტერესო თემა გაიჩნდა რაღაც და თუ ვინმე გიყურებს 1000 წლის მერე, მოდი მივმართოთ. კომენტარებში დაგვიწეროს რა ხდება და იქ როგორ წაიგით რომ მკვდარი იქნები მაგ დროს. ბიჭო, ეხა ის ტიპი უყურებს ჩვენად ვიყოთ ფქრები. მოდი რა ვქნა ერთი ვიდეო გადავიღოთ და თარიღი მივცეთ 1000 წლის მერე რომ აიტვირთოს. ავტომატურად. ავტომატურად თავისი ხო. მისტერ მის კონდა გაკეთებული ერთი 10 წლის უკან გადაიღო ვიდეო და ახლა დაიმისტი ვინ არის? ის მისტერ მისტერ ვისტი რომ მოხდება, კიდე გაგზავნებული ვიწადები. ხო ეგეც არის. ერთი 100 ვიდეო მინიმუმ დაიდება. ხო, ნუ მოკლედ მე მგონი დავასრულოთ და გამოვავლინოთ გამარჯვებული. კაკო, შენი პირი თქვი ვინ მოიგო რა? ჩემი პირით ვამბობ რომ მოიგო პატიკობ. გამარჯვებული. მოგზაურობა 10 წლის შემდეგ. აი, ამრივ სუპერ ძალები გადაიცა. დარსო, შენ ვიდეო მაინც დაამთავრე და შედობა გავაცი. Короче. აბა, აგერწენდებოდით. პაკა. შევხვდებით მომავალ ვიდეოში. დროებით.